არალეგიტიმური პრემიერისგან ტყუილი აღარავის უყვირს, მაგრამ მორიგი სიცრუე იყო ის, რომ კობახიძეს ბიზნესისთვის კრიზისიდან გამოსავლის გეგმა ჰქონდა. მთავრობის ადმინისტრაციაში სულ 100-მდე ბიზნესმენი მივიდა, ძირითადად ოცნების რეჟიმის მხარდამჭერები, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ სახალხო პროტესტს უერთდება, ან ფიქრობს, რომ კრიზისი, რომელიც რეჟიმმა შექმნა, კიდევ უფრო გამწვავდება და გამოსავლის გზაზე ახლა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა ისრუნოს. ამ კრიზისის განმუხტვის უფლებამოსილება აქვს მმართველ ძალას. ისინი შეუძლიათ მათ გამოვიდნენ ასე ვთქვათ ძლიერის პოზიციიდან, განთავისუფლონ დაკავებულები და ჩანიშნონ ხელახალი არჩევნები. ესკალაცია საჭირო დღეს ქვეყანაში. როგორ ხედავთ ამ გზას? ეგეც დაფიქსირებული გვაქვს ადრინდელი არჩევნების და პატიმრობის გამოშვებით. ეს ბიზნესის პრობლემაა, ეს პატიმრობის გამოშვება და ადრინდელი არჩევნები? არა, ქვეყნის. რაც არის გასაკეთებელი, უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, უნდა გადაიდგას რაღაც ნაბიჯი. რა თქმა უნდა გადაიდგას ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს და თუ საჭირო იქნება რომ კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგას, უნდა გადაიდგას. რა თქმა უნდა, სრულ მდგომარეობაშია, ხო? ყველა ხვდები დღეს გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ, ანუ ტურისტი აღარ ჩამოდის, სტუმართმასპინძლობის სექტორი ძალიან სრულ მდგომარეობაშია, ასე გარკვეული სექტორები და პერსპექტივა არ ჩანს. იყვნენ ისეთები, ვინც პირდაპირ ვერ ამბობდა, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის გზად არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას მიიჩნევდა, მაგრამ ვერ მალავდა, რომ ქართული ოცნების ძალადობრივ პოლიტიკასა და სანქციებს ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები მოჰყვა და ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდება. არ არის ნორმალური. და როგორ წარმოგიდგენიათ გამოსავალი? აუცილებლად ნოვისაუბროთ. არჩევნებში ხედავთ გამოსავალს? ეხლა ვისაუბრებთ მაგაზე. მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე, სანქციების ფონზე. აუცილებლად კაცო, მაგვიანდება. არის რთულ ვითარებაში თუ არ არის ეს? თქვენ რა იცით, მე რა საკითხი ვარ მოსულ. ხოდა გეკითხებით ახალ არჩევნებზე, ან მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე. ახალ არჩევნებზე კრიზისიდან გამოსავლის გზა. შეიძლება როცა გამოვთ მაშინ ვისაუბროთ. თქვენ როგორ მიგაჩნიათ ქვეყანაში ნორმალური ვითარებაა ახლა? რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ეს სიტუაცია ბიზნესის რა თქმა უნდა კარგად არ მოქმედებს. და როგორ წარმოგიდგენიათ ამ კრიზისიდან გამოსავალი? ხელახალ არჩევნებში ხედავთ გამოსავალს? რაში ხედავთ? მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრებთ, რაც აუცილებლად მოყვება სანქციებს. აი რა გიჭირთ ყველაზე მეტად? სტაბილურობა გვინდა. სტაბილურობა გინდა და ახალი არჩევნები არის ამის გარანტორი თქვენი შეფასებით? ამ შეხვედრას, რომელსაც ხალხურ ენაზე შეშფოთებული ბიზნესის დაშოშმინება ერქვა, თავიდანვე ეტყობოდა, რომ არალეგიტიმური პრემიერის გამხნევებას უფრო ემსახურებოდა. სხვა შთაბეჭდილებას ვერ გააჩენდა ოცნების მოლარისა და პროპაგანდისტის ნოშრევან ნამორაძის ის თავგანწირვა, რომლითაც მედიას უმტკიცებდა, რომ ბიზნესი მშვიდად სუნთქავს, თავად კი მზად არის სანქციებს მედგრად დახვდეს. ნამორაძის ეს ერთგულება გასაგებია. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი თითქმის ნახევარ ქალაქში ეწევა სამშენებლო საქმიანობას, მათ შორის ისეთებსაც, რომელსაც კანონდარღვევით იღებს. უამრავ მიწის ნაკვეთს ფლობს შეკვეთილში, ივანიშვილის სამეზობლოში და ღარიბაშვილის ფინანსურ აქტივებს განაგებს. სწორედ ამიტომ ეძახიან ოცნების მოლარეს. არავის სახში არ უვარდება, არ ხრეტენ ქუჩაში ადამიანებს და არ აწიოკებენ ბიზნესს, არ ართმევენ ბიზნესს არავის. აი ქუჩაში ძალადობაა მოქალაქეებზე, ამას ვერ ხედავ. მაგას ყველა სახში არ უვარდებიან? სახში არ უვარდებიან? ყველაფერი მასშტაბურად შესახედი. ზუსტად ყველაფერი გამიზნულად მოხდა იმისთვის, რომ ახალგაზრდები საზარბაზნე ხოსცად დაეტოვებინათ იქ. დატოვეს 500 კაცი რო ცემეს და სახე დაალეწეს, ეს არ არის. ეს არ არის ძალადობა. ძალადობის, მაგრამ გეტყვით, ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზან-მიმართულობა. აი ეს არის მიზან-მიმართულობა დაინახეთ. 500 ახალგაზრდა რო სახე დაალეწეს. თქვენ იცით ზუსტად. ეხა ავალ პრემიერთან რო ჩამოვალ გეტყვით შევსად. სანქციები რომ დაუწესდა ქვეყანას. თქვენ უნერვიულობთ, მეც გადავიტან მაგ სანქციას, მომანიჭოთ ეგ სანქცია. ოცნების რეჟიმის პროპაგანდის გამეორება არ დაუყია ბიზნესმენ ზურაჯ ხაიძეს, რომელიც რუსული კანონის მხარდამჭერი და არალეგიტიმური რეჟიმის პარტიული შემომწირველია. მშვიდობაზე საუბრობდა ოტონ კავკასუსის დირექტორი არქი შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც დაიჯერა, რომ ოცნების რეჟიმი ევროპისკენ მიდის. პირველ რიგში კარგია, როდესაც ესე ვთქვათ, გამოითქვა აზრი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ბიზნესის მხარეთ შეხვდება ზოგადად ბიზნესს, რომელიც ფიქრობს თუ ქვეყნის განვითარება როგორ იქნება საჭირო. კი, რა თქმა უნდა. შეხვდებით ბიზნესი შეხვდება. იფასხეთ უკვე რაც მოვისმინეთ და დავრწმუნდით,
ჩვენი გზა ევროპისკენ არის შეუქცევადი. როგორ? არანაირი რუსეთისკენ არავინ არ მიდის, არ მიყავს ქვეყანა. ჩვენი ისე როგორ მივდივართ რა თქვა ირაკლი? ევროპისკენ ერთი წამოთ შეიძლება. როგორ მივდივართ ევროპისკენ რა გითხრა? და მივდივართ გამოჩნდება საქმით. მშვიდობა იქნება, მშვიდობა არის, ყველაფერი არის ძალიან კარგად და ძალიან მალე დარწმუნდები. ბიზნესმენები, რომლებიც ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა ზრუნავდნენ, დღეს გვიმტკიცებდნენ, რომ კრიზისიდან ღმერთის ნებით გამოვალთ და რომ ყველაფერი კარგად იქნება. თბილისი არის ურთიერთობა და კარგი იქნება თუ გაფიცული ბიზნესი და ოცნება შეფიცულები დასხდებიან და ისაუბრებენ. ძალიან ვარდნაა და უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან. ეხლა მე ყველას გაინტერესებს ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რამე თქვა და ამას ვერ დამაცდენებ დღეს ვერაფრით რა. ჩვენი უწმინდესი ამბობს რომ ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს. მე ვამბობ ასევე ჩემი მეგობარი და გზადანიშნიანიძე და მამამისის განუზომლად ლამაზ საღამოს ეს პაემანი ვერაზე და ხშირად უნდა გავიმეოროთ ქართველებმა ალბათ ეს პაემანი ვერაზე რომ რაც გაგყოფს კი არა რაც გვაერთიანებს ეს არის შეხვედრას 100-მდე ბიზნესმენი ძირითადად ოცნების შემომწირვალები ესწრებოდნენ. ამ დროისთვის კი ქვეყანაში 2200-ზე მეტი ბიზნესმენი და კომპანია დარეგისტრირდა თავისუფალი ბიზნესის პორტალზე და ხელს აწერს პეტიციას, რომელიც ახალი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მათი უმრავლესობა არალეგიტიმურ პრემიერთან შეხვედრაზე არც კი მივიდა, იმიტომ რომ სამსჯელო არაფერი აქვთ. რაც შეეხება თვითონ იმას დეესკალაციას, უბრალოდ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია რომ ამ მოკლე კომენტარების მიღმაც აგვიხსნან ხალხმა, რომლებიც ამ დღეს გამოვიდნენ შეხვედრიდან, რომ და კვალიფიციურ, ასე ვთქვათ, დისკუსიაში და ცოტა გრძელ დისკუსიაში აგვიხსნან, როგორ არის ყველაფერი კარგად და როგორ შეიძლება იყოს ყველაფერი კარგად. როცა პოზიციას არ აფიქსირებ, ყველაზე მარტივი ამბავი არის, მაგრამ როდესაც პოზიცია საფიქსირება გიწევს, იქ ცოტა არგუმენტებიც უნდა მოიშველიო და ცოტა პასუხისმგებლობაც უნდა აიღო იმ გადაწყვეტილებებზე და იმ საუბარზე, რაზეც საუბრობდა, რა გადაწყვეტილებებსაც იღებდა. 4 საათიანი შეხვედრა, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდა. კობახიძეს მხარდამჭერი ბიზნესმენები კიდევ ერთხელ გადაითვალა და ბოლოს მათ მაინც შეესრულებინათ არალეგიტიმური პრემიერის დიდი ხნის ოცნება, რომ ვინმე შეხვედროდა და დალაპარაკებოდა.